გრძელი ზაფხული, როგორც იქნა, დამთავრდა. ყველაზე გრძელი, რაც კიოდეს მეყოფილა. მოგესალმებით. ეს არის 100% ორიგინალური გადაცემა კინოშესტომები. დღეს ჩვენ განვიხილავთ სერიალს სამეფო კარის თამაშები, სეზონი 2. ძალაუფლებას ისფლობს, ვინც დანარჩენებს არწმუნებს ამაში. ეს ფანდია, ილუზია, ჩრდილი კედელზე. მაგრამ პატარა ადამიანსაც კი შეუძლია ისე დადგეს, რომ მისგან ძალიან დიდი ჩრდილი ეცემოდეს. აქ რა გინდათ? ცოტა ხნით შემოვედი. მივდივარ. სად? სადმე, რაც შეიძლება შორს ცეცხლისგან. ალბათ ჩრდილოეთში. ჩრდილოეთში. ნებისმიერი, ვინც მამაშვილის გამოშურის ძიებაში შეუშლის ხელს, მოკვდება. კიდევ დაიწყეთ, ხო? მართლა თქვენო მოწყალება? რა თქმა უნდა, ჩემი დღეგრძელობის დალია. სერმერინ, დაეხმარეთ სერ დონტონს. სერმერინ ყვახი ამ მეგობრულ ჟესტს რატომღაც კაცის მოკვლის ბრძანებად აღიქონს. საყვარელო დისულო. აი, ველურები რომ მეფის საცოლისა და ოჯახის წევრების წინ შეიარაღებული შეუშვეს მოჟნა, მაგრამ ტირიონს დავიჯერო იმ ბრძოლის მერე ტანსფერი არ გამოუცვლია? კარგი სული კი დადგებოდა ეზოში. ამ კაცში როგორც ჩანს, წყალბა ფიზიკას სახე გააძრო და ადარეკლი დათქურდა მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ გამოჩნდა ეკრანზე. ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო. კომეტა ამ შოუდობნოში ასე რომ კაშკაშებდეს, ამ პლანეტის ზომა უნდა იყოს, ამ პლანეტასთან იმდენად ახლოს, რომ გრავიტაციამ ქვემოთ ჩამოათრიოს და დედამიწას შეაჯახოს. გასაგებია. აგო, კოვარო, გადარჩენილ ცხენებზე შესხედით. შენ აღმოსავლეთით წახვალ, შენ სამხრეთ აღმოსავლეთით, შენ კი ჩრდილო აღმოსავლეთით. მოიცა. დენის საყვარელი ცხენი ხო შიმშილისგან მოკვდა. დიახ, უბრალოდ შიმშილმა შეიწირა. ხო და მაშინ ამ სამის ცხენი იმდენად კარგად რატომ არიან დაპურებულები, რომ მისი აზრით წასვლა-წამოსვლა მოახერხონ. რავი მაგდააც მოდი. როცა ირგვლივ ჩრდილოეთი ამ მხოლოდ ერთი მიმართულება არსებობს. შენი არ ვიცი კრასტერ, მაგრამ დედამიწა მრგვალია და ჩრდილოეთის ზემოთ მე მგონი ისევ სამხრეთი მოდის. თუ პირიქით, ჩრდილოეთის ზემოთ დედამიწის გარშემო არის ყინულის კედელი. და კედლის სიკით რაც ხდება, ჩვენ არ ვიცით და რას ჩალიჩობენ იქ ვაფშე არავინ არ იცის, კაცმა არ იცის და ჩვენ იქამდე ვერ მივალთ. მე სხვა შვილებიც მყავს. შენ კი როგორც ჩანს ეს დაგავიწყდა. მეფის მკვლელს გოგონებზე თუ გავცვლი, ჩემი მედროშეები ფეხები ჩამომკიდებენ. ერთწუთი. მთელი ამ ომის მუღამი ახლა ხო სტარკების გათავისუფლებაა. კი, უფროსო ეგრეა. რობს კი სტარტი კიდე ჩრდილოელებსაც მარტო ჩრდილოეთი ადარდებთ. ეთქობა დაგინებულია, რომ ჯეიმი ტყვეობაში უნდა იყოს, უფროსო. ეს ვირთხები ახლა ღამის მზვერავთა ორდენს ეკუთვნიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მეფეს აღარ ემორჩილებიან. როგორც არასწორად იცი, რადგან სამ ღამის მზვერავი ფიცს არ დადებს, ის კვლავ სამეფოს მოქალაქეა. თან მაინც რო იცოდე, მარტო მეფე შეუძლია მზვერავი თავის ფიცისგან ოფიციალურად გაათავისუფლოს. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე. როგორ ხარ? შეგეშინდა? უხრას გადავკუზავდი? ქალისი. ვიღაცამ ამ ცხენს ჯიგარი მიაკლა და ეს ცხენც ბალახებით სავსე დოთრაკის ზღვაში დარჩენის მაგივრად, რა თქმა უნდა, საცხა უდაბნოში დეინერისთან ბრუნდება. რანაირად? ზღვა სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი. მაცალე გზას ვუყუროთ, რომ შენი სისხლი ზღვაში აღმოჩნდება. ისეთი რამ უნდა სტანისის არმია ყველაზე მცირე რისხოვანია. რატომ უნდა დელდობს სონი ყველაზე სუსტზე? როგორც ჩანს, მეფეების ჯარების რიცხვები და სიძლიერე საჯარო ინფორმაციაა და ეს ჯიგარით დაგუგულული მოვიდა. ძირითადად ეგრეა.
მთლიანად მისი უნდა გახდე. უხ, ჩემი რა რელიგია გამოუგონია ამ კაცი? კათიში კამერა. აუ, მე მგონი ვაფშე ჯონს არასდროს არ ძინავს რა. რამდენჯერაც რაიმე უაზრობა და საშინელება მოხდა, სულ ეგ იყო ფხიზელი. მეტი არავინ სამყაროში. ბრიენი დამიძახეთ. ლედი არა ვარ. რეალურად ლედი ხარ. გინდა არ გინდა დიაცახში დაიბადა და ავტომატურად მოგენჭა ლედიობის სტატუსიც. რატო? გონია მამა შენი გაიგონებს? ის აქედან 300 მილის მოშორებითაა. ძალაუფლებას ისფლობს, ვინც დანარჩენებს არწმუნებს ამაში. ეს ფანდია, ილუზია. კი, მაგრამ ჩემო უყვარებო ადამიანო. საბოლოო ძალაუფლება მაინც ფულიდან ან რაიმე ღირებულიდან მოდის. ეს ესე იყო ჯერ კიდევ ასეთ ცივილიზაციის დაწყებიდან, სადღაც ტიში ვოსემსოთ ლანისტერებს არ მივცემ საბაბს. რომ ჩემი დები აწამა. მოიცა. შენ ტყვეს, ანუ ჯეიმის, ბრძოლიდან ბრძოლამდე ტალახში აგორგოლავებ და გალიაში ყავს დამწყდეული. და რატო ოცნებობ იმაზე, რომ შენ დებს, რავი, სუფრას გაუშლიან, კარგად მოექცევიან და რავი, ყველაფერი კარგად ექნებათ. ამ შემთხვევაში ჯოფრის მე ვამართლებ, აი სანაცვლოდ კარგად გალახავს ერთ რა, ლაწან 1, ლაწან 2, ლაწან 3. შენ თუ მოკლავთ, შენი ძმა ჭკუას ისწავლის. უფრო ხმამაღლა უნდა იდიო. რას ნიშნავს ეს? ამ კადრში კი ჯოფრი მართლა იმდენად სირია, რომ უკანასკნელ სტარკს მოსაკლავად იმეტებს. ხო და ეს სირი რაინდა დრო არის ცნობილი, ხმალს ისე უღერებს ამ გოგოს, რომ ტირიონი რომ არა, ალბათ რობს სანსას თავი. ან ტრაკი უფლესო. ხო, ან ეგ შერჩებოდა ხელთ, რა ვიცი. არავის ვინც დღეს ცოცხალია, არ უნახავს ცოცხალი დრაკონი. ზოგიერთ ჩემს ეჭვიან მეგობარს არ სჯერა, რომ თქვენი შვილები საერთოდ არსებობენ. გვინდა ჩვენი თვალით ვნახოთ. კაი, რა დენი ახლა, შენც მაგარი ხარ, ის ხორ გთხოვრო დრაკონები მაჩუქეო. თქვა რომ მანახი რომ დავიჯერო რო არსებობენო და შემოგიშვებთო. შენ კიდე გაჯმეინებას რისკავ იმით რომ არ ანახებ დრაკონებს. თან იცი რომ უკან ვეღარც გაბრუნდები, იმიტომ საჭმელი არ გეყოფა რომ რაიმე სხვა გზას დაადგე. ეს ყლეა რა? დაიჩოქი თორემ. ინასა მოგაჭრე ბიჭო. ამას არ გააკეთებ. ეს ბიჭი არ არის გოგოა სულელო. როგორც ჩანს, მარტო დიადლორდებს შეუძლიათ ბიჭად გადაცმული გოგოს ამოწდობა. თუმცა გლეხებს არ არა, თქმა უნდა. რანაირად? მომყევით. ამის გამო მოგვდები. არა მოიცადეთ, მას არ მოუკლავს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ბრძოლა მიდის, კივილი, წივილი და დედის ორი კაცი გარდა არავინ არ შემოვარდება და ამ სამხედრო ბანაკში მეფის დასახმარებლად თითსაც კი არავინ არ გაანცრევს. ვაიმე. ვინმეს დედოფლობა გინდათ? არა. მაშ მტყვანის დედა მოვსთხან. თუ თქვენ გვერდით იქნება იმ დროს, როცა მეფის სავანეს აიღებთ, ეს მისი გამარჯვება იქნება. აი რანაირად, აი რა ლოგიკით, აი ვინ მოიგონა რომ მელისანდრეს გამარჯვება იქნებოდა. ერთადერთი რაშიც მელისანდრე გამოსადეგია, ეს არის ცეცხლი. და ცეცხლს კიდე ჩააქრობდა რამენაირად, ხო? შევიდოდნენ ქალაქში და მე კი არ იყვირებდა ამ ქალის გამო მოვიგედო. არამედ უბრალოდ დაჭდებოდა ტახტზე და გამარჯვებული იქნებოდა ბედნიერი. აი სად არის ლოგიკა? აი. თქვენი ფანტაზიური დედები უნდა ქოთმებს კატაპულტებში ათავსებენ და მტერს უშენენ. ანუ ველური ცეცხლი, როგორც ვიცით, ნავთობივით არის. ბლანტი მასა, რომელსაც ცეცხლი სჭირდება, რომ აფეთქდეს. და დავიჯერო ეხა ეს კატაპულტა იმ ხელაზე ისვლის, რომ უკან დაბრუნებისას დედამიწის ატმოსფერო დაწვოს და აფეთქებს. რა მაგდეაც მოხდა? გიცნობთ? მე გიცნობთ. ოპა, ეს დაფარულსახიან ჯიგარი, რა საინტერესო პერსონაჟი ჩანს. იმედია მომავალშიც ბევრჯერ ვიხილავთ. სად არის ოდორი? არ ვიცი. მოძებნეთ ეგ ჭკუასოსტი. აი, ამ გრეიჯოიმ სად დედის ხვნიდა უნდა იცოდეს ხოდორი, ან ვინა, ან როგორ გამოიყურება, ან სად იპოვოს. ძალიან საინტერესო კითხვაა. აი ეს გასკეთოთ. იმედი მაქვს, ოდეს მე ვინმე შეგიყვარდება. ისე შეგიყვარდება, რომ თვალებს დახუჭავ და მისი სახე წარმოგიდგება. და მე სატრფოს დაგრთმევ. როგორც ჩემთვიდაა ცნობილი, ტაივანმა უკვე გააკეთავს გავსი რა. თან უფრო მწარეთ, ვიდრე შენ შეძლებდი. სული ციხესიმაგრეში წაიყვანე ჩქარა. დიახ მივართ. წამოდით. მოიცა, ტირიონი, სერსეი და მეფე ამ ბავშვებს რატო არ გაყვნენ და მოკლეზე გადაჭრეს და ყველაფერი კარგად იქნებოდა და პირდაპირ აჯანყებაში რატო შევარდნენ ნეტამ. ეს დასაშვები ფანტასტიკაში ბატონო. აქ გავჩერდეთ. დაბნელდა და გზის გაგრძელება არ ღირს. ძალიან ბნელა? ჯო, თბილისში ეგეთი სიამთლე შუა დღეზე არ გვაქვს ხოლმე, რა ვიცი ხალხს.
აჰა, გასაგები, ან ტაივინი, რომელიც პატიმრების მოკვლის გამო მთას ეჩხუბა, რატო კარგად არ გამოიყენე მათი ძალაო. ახლა დგას და თავის ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლებს კლავს. თანაც ისეთი მიზეზით, რომელიც სრულიად გაუგებარია ტაივინის გადმოსახედიდან. ფიქრობთ, რომ მუდროშოთა საძმოს მზვერავი იყო? მერე აქამდე ჩუმად რატო ხარ? შენი დედა მოვწყა. ვინტერფელელია, ნედ სტარკის უკანონოშვილი. მანს გამოადგება. რაში სჭირდება მანს მკვდრის ნაბიჯვარი? არ ვიცი. ალბათ თვითონ გადაწყვეტავს. როგორც ჩანს ამ ველურმა ზუსტად იცის A. ვინტერფელი სად არის, B. ნედ სტარკი ვინ არის, G. ნედ სტარკის შვილის ფასი და D. რომ ნედ სტარკი მოღალატედ აღიარეს და მიაკლეს. მათგან ცნობები არ მიმიღია მას შემდეგ, რაც თეონ გრეიჯოიმ ვინტერფელი დაიპყრო. ეგ ინფო თუ იცი, მეტი რაღა გინდა ვინტერფელზე, ბრატ. მედოლეები. ხო, ჯიმა, რაც შეიძლება საშიში მუსიკა დააკვრევინე შენ ხალხს, რომ მოქალაქეებს ეგონო ან გრეიჯოი ან ვიღაც აჯანყებული, რომელსაც მათი ცოლების მოხუნა უნდა და ბავშვების გადაცემა. ისეთი არაფერი არ დამიშავებია მე მგონი, მაგრამ კიდევ ვაშავე, იმიტომ რომ მე ვარ დებილი. ჩვენი ფლოტი სად არის? გვიახლოვდება. რატომ არ არის აქ? არა, ტირიონე კი მევასება, მაგრამ ახლა რაღა აზრი აქვს ჯოფრისთვის გეგმის დამალვას. იქნება აუხსნას და უთხრეს თემა, რომ სასახლეში არ გაიქცეს. დიახ, უბრალოდ მე ან ჯოფრის ადგილას აქ ღალატი მეგონებოდა და უკან დავიხევდი. ამ გემზე არავინ არ არის, თუმცა რადგანაც ქარდადინება მას სტანისისკენ მიაცურებს. ამავდროულად იგივე ქარი სტანისის გემებს სანაპიროსკენ აქცევს. აოიე, ეს ჩემისა სულში რატომ მიყურებს? რავი მაგდაც მოდი. სიამოვნებით ვიღებდი ყურად მრჩევლების რჩევას და შევასრულებდი ჩემი ხალხის თხოვნას, მაგრამ აღთქმა მაქვს დადებული. არა ჯოფრი, შენ წმინდაფიცი არ დაგიდია. მამა შენმა სიტყვა უთხრა უბრალოდ ნედს. პლუსაბას ნედი მოღალატედ შერაცხე და რატო არ გკიდია? თანაც ვიცით რომ მაინც ყველაფერი გკიდია. და უფრო სექსუალურ და ძვირფას გოგოს რატომ არ მოიყვან ცოლად? ღმერთები მოწყალეები არიან. სერლორას, თქვენს მშვენიერ და შევირთავ ცოლად. ჩემი დედოფალი გახდებით. თავდება და ძუძუები არაჩანს. ანჯოლინა, მანახა ძუძუ, მანახა. ეგ არის და ეგ, თუ უყურებ ბოლომდე უცბად დალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი, შემოდი Discord-ზე და ერთმანეთს შეხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა ჰეთ, აბა ჰოდ. Peace.